აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე კი პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელსაც ძვირად ღირებულ ავტომობილებზე გამოცხადებული ტენდერის სკანდალის გამო კოალიცია ქართული ოცნების პოლიცსაბჭო მიიღებს. თუმცა არ არის გამორიცხული ძვირად ღირებული ავტომანქანების სკანდალს გაგრძელება მოყვეს. მოამბისათვის ცნობილი ხდება, რომ მანქანებზე ძვირიანი ტენდერი მარნეულის გამგეობამაც გამოაცხადა. 80,000 ლარიანი ჯიპი კი უკვე შეძენილი აქვს გარდაბნის საკრებულოს. სენაკის გამგეობა კი 1000 ლარიანი სკამების ყიდვას აპირებს. ცალკე საქმეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის შეძენილი ძვირად ღირებული ტელეფონები, რომლებიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 264,000 ლარი დაუჯდა. გიორგი ფუტკარაძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც დღეს ამ თემაზე მუშაობდა. გიორგი, უნებლიე დამებადა ესეთი კითხვა, რა ფირმის ტელეფონებს ყიდულობდნენ ჩვენი ჩინოვნიკები, რომელთაც ამხელა თანხა არის გადახდილი? სოფო, მინდა გითხრათ, რომ ქართული ჩინოვნიკები უპირატესობას ანიჭებენ iPhone S5 და Samsung Galaxy. ეს არის მათი ფავორიტი ტელეფონები და ძირითადად ძვირად ღირებულ ტელეფონებში სწორედ ეს მოდელები ფიგურირებს. რაც შეეხება უკვე კონკრეტულად დეტალებს, მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მასზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა 75,000 ლარი დახარჯეს ძვირად ღირებულ ტელეფონებში და მათ შორის საინტერესოა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა იყიდა 8 ცალი iPhone 4S, ასევე ორ ტელეფონზე კვლავ ტენდერია გამოცხადებული. ერთ-ერთი ლიდერია ამ მხრივ ქალაქ თბილისის მერია 27,754 ლარია დახარჯული 17 ტელეფონში. ფინანსთა სამინისტრომ იყიდა ასევე 11 ძვირად ღირებული ტელეფონი, ეს არის 14,000 ლარი შეადგინა და მათ შორის არის iPhone 5 და Samsung Galaxy. ასევე ტელეფონები ძვირად ღირებული მოდელები ნაყიდი აქვს ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვერ მომიპოვეთ ოფიციალური სატელევიზიო კომენტარები სხვადასხვა უწყებებიდან. ერთადერთი კომენტარი გააკეთეს მთავრობის კანცელარიაში, სადაც აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წესი, რომელიც ძვირად ღირებული ტელეფონის შეძენას დაარეგულირებს. ტელეფონებთან დაკავშირებით კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ისევ არ არის რეგლამენტირებული ეს წესი. სამწუხაროდ ძვირად ღირებული ტელეფონები ნამდვილად იყო შეძენილი, თუმცა ამის კონტროლის მექანიზმი, როგორც ასეთი სტანდარტი, რეგლამენტი, წესი ამის შესყიდვის არ არსებობს. შემდეგ უკვე არის თვითონ იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ შესყიდვებს განახორციელებს, თუ რამდენად მიზნობრივად ან რამდენად ეფექტურად ხარჯავს ის სახელმწიფო თანხას. შესაბამისად, ალბათ ამით დაინტერესდება თვითონ ის შემძენი უწყებაც და მისი მაკონტროლებელი უწყებაც. ძვირად ღირებული ტელეფონების საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია. აჭარის სკანდალის შემდეგ უკვე გაირკვა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტი სარგებლობს ძვირად ღირებული მანქანებით, ასევე გამოცხადებულია ტენდერი. როგორია ძვირად ღირებული მანქანების ისტორია, რა მანქანებს ანიჭებენ ქართველი ჩინოვნიკები, უპირატესობას უკვე სიუჟეტში ნახავთ. აჭარის უმაღლესი საბჭოს შემდეგ სკანდალში შესაძლოა სხვა მუნიციპალიტეტებიც გაიხსნენ. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მარნეულის მუნიციპალიტეტს 2,52 და 48,000 ლარიანი ავტომობილი შესაძენა ტენდერი აქვს გამოცხადებული. ცოტა ხნის წინ 80,000 ლარად ღირებული Toyota Land Cruiser-ი გარდაბნის საკრებულომაც შეიძინა. თვითმმართველ ორგანოებში ამბობენ, რომ ახალ ავტომობილებს ძველი ნივის მარკის მანქანების გაყიდვის შემდეგ ყიდულობენ. დავიანგარიშე და წლის განმავლობაში ამ მანქანების შეკეთების ხარჯი გამოვიდა დაახლოებით საკმაოდ დიდი თანხა. გადავწყვეტეთ, ეს მანქანები, ძველი მანქანები ახლა აუქციონზე გადაიღეს დაიყიდოს. რაც გაიყიდება ეს თანხა ამბობა და პლუს ვიყიდეთ ისეთი მანქანა, რომელსაც 5 წლიანი გარანტია იქნება. 52,000 ლარი, ეს ინგლისური ნათქვამია რა. იენ такой богатый, что купить дешевый товар. გამიგეთ. შევიძინეთ ჩვენ ჩასმული ქონდა ბიუჯეტში თანხა, არა მარტო მაგის სამი მანქანა შევიძინეთ იმის გარდა და მაღალ გამავლობის ავტომანქანა გვესაჭიროება, მაღალი სოფლები გვაქვს, სადაც რომელიც ყავდა მე იმ ავტომობილით ვერ მოძრაობდი, ვერ დავდიოდი და შევიძინეთ მაგითო. ავტომობილების თემა წინა ხელისუფლების დროსაც აქტუალური იყო. ბოლო 2 წელში 10 ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი საქართველოს სამინისტროებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. საიას ინფორმაციით 2012 წელს შეძენილი Mercedes-Benz 110,000 ევრო ღირს. რუსთავის მერიისა და საკრებულოს კუთვნილი Range Rover-ი 173,000 ლარი. ძვირად ღირებული მანქანების ათეულს რეინტეგრაციის სამინისტროს კუთვნილი 125,000 ლარიანი Toyota Land Cruiser-ი ასრულებს. მანქანებს გამგეობებიც ყიდულობდნენ და მას პრეზიდენტსაც ჩუქნიდნენ. მათ შორის 40,000 ლარიანი Formula Alpha მიხეილ სააკაშვილს ბოლნისის გამგეობა მოყიდა, რომელიც ახლა მწყობრიდანაა გამოსული. ეს მანქანა უკვე დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა გამოყენებისთვის, რის შემდეგაც დავიბრუნეთ აღნიშნული ავტომობილი. ის სტანდარტი, რაც განსაზღვრული იყო, ჩვენ იმ სტანდარტს ვიცავდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2003 წელს ჩვენ ჩავიბარეთ აბსოლუტურად მოშლილი ინფრასტრუქტურა. დღეს სახელმწიფო აპარატი გამართული ჩავაბარეთ ახალ მთავრობას.
ბოლო 10 თვის მონაცემებით 22 მილიონია დახარჯული ახალი მთავრობის მიერ ავტოპარკის გასაახლებლად. ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროა. მე დავდივარ ჯიპით, ოღონდ ეს ჯიპი დამახვედრა წინა ფინანსთა მინისტრმა. და რო ნახოთ, მხოლოდ ჩარშან არის 12-ჯერ მეტი ჯიპი ნაყიდი ვიდრე წელს. უნდა განისაზღვროს სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადგენს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა. გარდა ტექნიკისა და ავტომობილებისა, სამინისტროები და მუნიციპალიტეტები ტენდერებს ზვირადღირებულ ავეჯზეც აცხადებენ. ბოლო 1 წელში სხვადასხვა სამინისტროებმა ავეჯის განახლებაზე $1,000,000 ლარზე მეტი დახარჯა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ბოლოს ავეჯის შესაძენად ტენდერი სენაკის გამგეობამ გამოაცხადა. თუ კი 8 სკამის შესაძენად მუნიციპალიტეტი თითოეულში $200 ლარს იხდის, დამატებით 2 სავარძლის შესაძენად $2,000 ლარია განსაზღვრული. ჩვენი რაც იყო, რაც გაწყდა ამ წუთას, სავარძელი იმას გადაუღეთ სურათი და ესეთი სავარძელი შეფასებული ქონიათ მაღაზიაში ამ ფასად. ერთი ჩვენთან არის და ერთი საკრებულოსია და ჩვენთან ორია ვაფშე დამტრეული. არ არის სავალდებულო შემოგარგული, რაც დაახტა და რაც გაწყდა, იმას გადაუღეთ სურათი და იმ სასურველია იმისარა ვიყიდოთ. მთავრობის კანცელარიაში აცხადებენ, რომ უკვე მუშაობას შეუდგა სახელმწიფო კომისია, რომელმაც სამსახურეობრივი მანქანების შესყიდვის წესი უნდა განსაზღვროს. განისაზღვრება მანქანების კლასის თანამდებობისა და ფუნქციის მიხედვით. სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციისთვის უნდა განისაზღვროს მანქანების შესყიდვის წესი, თუ თანამდებობის მიხედვით მანქანების კუთვნილება, ანუ უნდა განისაზღვროს ის პოზიციები, თუ რომ ვის ეკუთვნის მანქანის ყოლა და ვის არა. და შესაბამისად ასევე უნდა განსაზღვროთ ის კლასები, თუ რომელი რა კლასი შეესაბამება ამა თუ იმ თანამდებობას. თუ რომელ ჩინოვნიკს რა ტანქის ფარგლებში ექნება ავტომობილების შეძენის საშუალება, სპეციალური კომისია რეკომენდაციით მთავრობას თვის ბოლოს მიმართავს. დიახ, როგორც სახელმწიფო კანცელარიაში აცხადებენ, უკვე იანვარში შესაძლებელი გახდება კონკრეტული წესის დადგენა და დარეგულირდება, რომელი ჩინოვნიკი რა მარკის